გამარჯობა. რატო დააგვიანეთ? გამარჯობა, მე მქვია კეთი და ამჟამად ვსწავლობ კორეული ენის განხრით თავისუფალ უნივერსიტეტში. როდესაც დავიწყე კორეული კულტურისა და ისტორიით დაინტერესება, ასევე მომინდა ენის შესწავლა. და ამისთვის ვეძებდი შესაძლებელი სახელმძღვანელოებს, მაგრამ როგორც თქვენ მოგეხსენებათ, კორეული ენის ქართული სახელმძღვანელო ჯერ კიდევ არ არსებობდა. ჩემთვის მნიშვნელოვანია სახელმძღვანელოში, რომ მქონდეს მას სრულფასოვანი ახსნა, ასევე აქტუალური მაგალითები და ამავე დროს იყოს დონეების მიხედვით გრამატიკა განაწილებული. თვითონ ეს სახელმძღვანელო, კორეული ენის ქართული სახელმძღვანელო, გაძლევს საშუალებას საინტერესოდ შეისწავლოთ გრამატიკა კორეული ენისა და მეც მეძლევა ამ საშუალება, რის გამოც შემიძლია თამამად თქვა, რომ ის რაც მანამდე ჩემი ოცნება იყო, ახლა რეალობა გახდა. კოვიდის პერიოდში დავიწყე კორეული ფილმების ყურება და ამან გამეჩინა ინტერესი კორეული ენისა და კულტურის მიმართ. და ესენა იმიტომ ავირჩია, რომ ვფიქრობდი, რომ ძალიან განსაკუთრებული ისტორიის მატარებელი იყო. ასევე მინდა ვთქვა ნანკასემის მიერ დაწერილ წიგნზე კორეული ენის სახელმძღვანელო დამწყებთათვის, რომელიც ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს კორეული ენის სწავლის გზაზე ჩემთვის პირადად. და ვფიქრობ, რომ ეს წიგნი ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას მოიცავს კორეული გრამატიკის შესახებ, ძალიან ფართო და ასევე მნიშვნელოვანია ის რომ ეს არის გათვლილი ქართველი აუდიტორიისათვის, რომელსაც შეუძლიათ რომ თავიანთვის მათთვის გასაგებ ენაზე გაიგონ ისეთი საკითხები, რომელიც ერთი შეხედვით შეიძლება რთული ჩანდეს თავიდან გასაგებად და ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრად გამიოდულებს ეს კორეული ენის სწავლას და დარწმუნებული ვარ, რომ ასევე მხარს დაუჭერს ყველას, ვისაც სურს რომ კორეული ენა შეისწავლოს. ალბათ განსხვავებული არის ჩემი კორეული ენის არჩევის გამოცდილება სხვა გოგოებისგან, გამომდინარე იქიდან, რომ უნივერსიტეტში ჩაბარების მომენტიდანვე ფაქტობრივად 100% დარწმუნებული ვიყავი, რომ მინდოდა კორეული ენის არჩევა და უკვე ენების პრეზენტაციების დროს კიდევ უფრო მეტად გამიმყარდა ეს ჩემი სურვილი კორეული ენის არჩევისა და ძალიან მიხარია რომ ეს არჩევანი გავაკეთე უკვე მეორე კურსელის გადმოსახედიდან
ზოგადად აზიული კულტურა ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა, იმიტომ რომ ძალიან განსხვავდებოდა დასავლური კულტურისგან. სულ მაინტერესებდა აზიური ფილოსოფია, აზიური ხელოვნება და მით უმეტეს აზიური ენები. ამიტომაც უნივერსიტეტში ჩავაბარე, ამ აღმოსავლური კულტურის მრავალფეროვნებიდან ჩემთვის ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა კორეა და ზოგადად კორეულის მიმართულება. იმიტომ რომ კორეა ჩემთვის ისეთი ქვეყანა იყო, რომელსაც ძალიან გამორჩეული და წარმატებული ისტორია ჰქონდა. და ჩაბარებისთანავე ჩემთვის ძალიან ნათელი გახდა ის, რომ მხოლოდ დაკვირვება არ იყო ჩემთვის საკმარისი და მინდოდა რომ უფრო კარგად ვცოდნოდა როგორც კორეული ენა, ასევე კორეული კულტურა. ამიტომაც გადავწყვიტე აქ ჩავებარებინა, კორეული მიმართულება ამერჩია და ენის შესწავლით უფრო კარგად შემესწავლა ზოგადად კორეული საზოგადოების მენტალიტეტი, რაღაც ტრადიციები, მათი თვისებები და ჩემი აზრით მე მგონია რომ ენის შესწავლა არის კარგი გზა რომ უფრო კარგად დაახლოვდე კულტურასთან. მე ლიზასთან განსხვავებით თავიდან დარწმუნებული არ ვიყავი თუ რომელი ენის არჩევა მსურდა. სწორედ ამიტომ იმედს მომყარებდი ენის გაცნობით პროგრამებზე, რომ სწორი არჩევანის გაკეთების საშუალებას მომცემდა. ამიტომ რა თქმა უნდა, ყოველი ენის გაცნობით პროგრამას დავესწარი და როცა დავფიქრდი მოგვიანებით, მივხვდი რომ ყველაზე მეტად სწორედ კორეულმა ენამ დამაინტერესა და მიმიზიდა. და ამას გარდა უნდა აღვნიშნო ისიც, რომ სწორედ კორეული ენის ლექტორმა ნანკა სონსენიმმა დაამახსოვრა ყველაზე განსაკუთრებულად თავი. თავიდანვე ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ კორეული ენის შესწავლის პროცესი იქნებოდა ძალიან ნაყოფიერი, საინტერესო, სახალისო და ამავდროულად აი ამ გარემოში ძალიან კომფორტულად ვიგრძნობდი თავს. უკვე მეორე სემესტრი იწყება და მინდა ვთქვა, რომ ჩემი პირველადი შთაბეჭდილება და იმედები, რომელსაც ვამყარებდი, სრულად გამართლდა და ძალიან მიხარია, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. მე რომ უნივერსიტეტში ჩავაბარე, რაღაც მხრივ მეც გოგოების ნაირად ვიყავი, ბოლომდე არ მქონა გადაწყვეტილი რომელ ენას ვირჩევდი და მეც გაცნობითზე, როდესაც მოვედი და დავინახე ასე ვთქვათ ეს გარემო, რომელშიც მომიწევდა სწავლა, მივხვდი რომ ყველაზე ასე ვთქვათ საკმაოდ მეგობრული და კარგი გარემო იყო. დღესაც აი უკვე 1 წელი სრულდება და ყველაზე მეტად კორეულის ლექციებზე მიხარია მოსვლა, იმიტომ რომ ვიცი რომ არა მარტო ენას ვისწავლე აქ, არამედ კულტურასაც გავეცნობი და კორეული რო ავირჩიე, თავიდან შორიდამადებდი თვალს და ვიცოდი რომ საკმაოდ ბევრი ისეთი აქტივობა იქნებოდა, რომელიც არა მარტო ენას შემოსწავლე და არამედ ბოლომდე სიღრმისეულად ვისწავლიდი, ასე ვთქვათ, თუნდაც რელიგიებს, საჭმლის მომზადებას. მაგალითად, ცოტა ხნის წინ მქონდა კულინარიის აკადემიაში კორეული კულტურის გაცნობის მიზნით კორეული საჭმლების მასტერკლასი, რაც საკმაოდ საინტერესო იყო და ყველამ ძალიან დიდი გამოცდილება მიიღეს ჩემი აზრით და ასე ვთქვათ, ყოველ დღე უფრო და უფრო სიღრმისეულად შევდივართ კორეული არა მარტო ენის, არამედ კულტურის გაცნობის მხრივ, რაც ძალიან კომფორტულს და საინტერესოს ხდის მთელ ამ პროცესს.
მოგჭირდება. გამარჯობა, მე ვარ ნინო, თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების კორეული მიმართულების სტუდენტი და უკვე 1 წელია რაც კორეაში ვცხოვრობ. თავდაპირველად სწავლა დავიწყე სოგანგის უნივერსიტეტის ენის სკოლაში და შემდეგ კორეული კვლევების აკადემიაში გავაგრძელე. მინდა ჩემი დიდი სიხარული და მადლიერება გამოვთქვა ჩვენი ლექტორის ნანკას მიერ საქართველოში კორეული ენის პირველი სახელმძღვანელოს გამოშვებასთან დაკავშირებით. მიმოჩნია, რომ ეს უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოში კორეისტიკის განვითარების სფეროში და ამასთანავე თუ გავითვალისწინებთ საქართველოში კორეული ენითა და კულტურით დაინტერესებული სტუდენტების და მოსწავლეების მზარდ რიცხვს, ვიმედოვნებ, რომ ის ძალიან დიდი პოპულარობით ისარგებლებს და ასევე უმნიშვნელოვანესი რესურსი გახდება მათთვის, რათა ჩემს გავსად ოცნება აისრულონ და კორეაში სწავლა გააგრძელონ. ნახვამდის. გამარჯობა, მე ვარ ნია. მე ვარ მარი. ჩვენ უკვე 1 წელია კორეის უნივერსიტეტში ვსწავლობთ. მე ვარ საერთაშორისო ხარჯების მიმართულებით. მე კი კორეული ენის და ლიტერატურის განხრით. გვინდა რომ მთელი გულით მივუოცოთ უპირველესად ნანკას და შემდეგ საქართველოში არსებულ ყველა სტუდენტს, რომელსაც კორეული ენის შესწავლა სურს, რადგან გჯერა რომ ეს წიგნი მართლაც რომ უდიდესი ნაბიჯია კორეისტიკის სფეროში. ასევე მინდა აღნიშნო, რომ როდესაც ჩვენ ვსწავლობთ თავისუფალ უნივერსიტეტში, 4 წლის მანძილზე ნანკა ცდილობდა, რომ ყველანაირად გაემარტიობინა ჩვენთვის სწავლის პროცესი, იყენებდა კორეის წამყვან უნივერსიტეტში გამოცემულ სახელმძღვანელოებს, ახლა კი სტუდენტებს საშუალება ექნებათ ისწავლონ მშობლიურ ენაზე. ასევე მინდა აღნიშნო, რომ ქალბატონი ნანკა ხშირად მატყობინებდა წერის პროცესთან დაკავშირებით და ისეთი ინფორმაციები, რომლის გადამოწმებაც რთული იყო საქართველოში, გადამოწმდა სწორედ კორეაში პროფესიონალებმა. მარიამ, თუ იცი რატომ არის ეს წიგნი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი სწორედ ჩემთვის? რატო? იმიტომ რომ წიგნში ნახსენები მთავარი პერსონაჟი არის სწორედ ნია და როდესაც წაიკითხავთ ხოლმე რომ ნია უნივერსიტეტში მიდის, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რომ სწორედ კორეის უნივერსიტეტში მივდივარ. და მთელი გულით გჯერა რომ ის სტუდენტები, რომლებიც მთელი გულმოდგინებით დაიწყებენ კორეული ენის სწავლას, სწორედ ჩვენი გამოცდილების გაზიარებას შეძლებენ. ნახვამდის. 안녕하세요. 저는 자유대학교 한국어과에서 한국어를 가르치고 있는 임영심입니다. 저희 자유대학교는 주재에서 처음으로 한국어를 가르치는 곳입니다. 그동안 여러 학생들이 자유대학 한국어과에 와서 공부하고 한국어를 아주 잘하게 되고 한국에 가서 유학도 하고 아주 좋은 직업을 얻은 학생들이 아주 많습니다. 이번에 난가 선생님이 한국어 문법책을 조지아 학생들을 위해서 만들었습니다. 그동안 한국어 문법책이 없어서 한국어를 배울 때 어려운 학생들이 많았는데 이번 문법책을 통해서 여러분이 한국어를 더 쉽게 이해할 수 있을 겁니다. 저희 자유대학교로 오시면 난가 선생님과 제가 여러분에게 한국어를 아주 쉽고 재밌게 가르칠 수 있습니다. 여러분 자유대학교로 오세요. 감사합니다.